გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რა აფერხებს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს, რა აფერხებს მის ნაბიჯებს თქვენსკენ. რა არის წინახობა? იქნება ორი ვარიანტი. ნელ-ნელა ამ ჩემს ახალ YouTube არხზე ვაბრუნებ ორ ვარიანტიან ვიდეოებს. მარტო რა დღეში ხარ? ჩემი კატა ისევ გააქტიურთა, რა თქმა უნდა, ვიდეოს ჩაწერის დროს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. მარგო, რა იპოვე? ერთი წამით კამარზე თამაშობს, გამოვართმევ თავის სათამაშოებს, მეცე. რა იპოვე, მარგო? რატო ცელქობ ასე? ცოტა ხანი გაჩვენდი. გამოგრძოთ. პირველ ვარიანტს მივსადაგოთ მინერალი ამეთვისტო, რათა გაგიადვილდეთ არჩევა, დავამატოთ ამისთვის მინერალები. მეორე ვარიანტი იყოს ამჯერად ციტრინი. მეორე ვარიანტი დროებით გადავდოთ გვერდით და დავიწყოთ მათთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, მინერალი ამეთვისტო. ვინ არის თქვენი ადამიანი? მისი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო გეხებათ თქვენ. ეს არის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში საკუთარი თავით კმაყოფილია, შეიძლება ითქვას, მას აქვს უკვე საკმაოდ ესეთი კარგი მიღწევები, თავდაჯერებაც შეემატა საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, ის თვლის, რომ ერთი ნაბიჯი აკლია სრულ ფინიშამდე, სრულ წარმატებამდე. მისი გეგმები ეტაპობრივად უკვე განხორციელდა და ადამიანი ძალიან ამაყია საკუთარი თავით. დაახლოებით ასეთია თქვენი ადამიანი. აქ ჩანს, ასე ვთქვათ, ის რომ ის თავის თავს აფასებს, პერსონაჟი არის ჯანსაღი, ნარცისიზმით შეპყრობილი, შეიძლება ითქვას, და ეს ყველაფერი გამოიწვია მისმა მიღწევებმა. დაახლოებით ასეთია თქვენი ადამიანი. ასევე მიმზიდველი, ქარიზმატული. თუ დაემთხვა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა, ვინც სრულიად განსხვავებული ადამიანი ჩაიფიქრეთ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენსი. მართო, მარგო, რა დღეშია? კარგით, ნახოთ ამ ადამიანის პირველ რიგში, ნახოთ მისი ფიქრები თქვენს მიმართ. რას ფიქრობს ის დღეს თქვენზე? მისი ფიქრები კონკრეტულად თქვენს მიმართ. ის თქვენ აღგექვამთ როგორც საკუთარ ოჯახის წევრს. დიახ. არ ვიცი, ვინ ჩაიფიქრეთ, უფრო ეს გავს ადამიანს, რომელიც თქვენთვის არის ძალიან ახლობელი, თქვენთვის არის უკვე მიღებული ეს ადამიანი, შეიძლება ეს იყოს თქვენთან თანაცხოვრებაში მყოფი, ან თქვენი მეუღლე, ისეთი ვაიბია, რომ ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ თავისიანი, თქვენ ხართ მისი ოჯახის წევრი. ის თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ყველა მხრივ შემკობილი, ანუ გონება გიმუშავებთ კარგად, ფიზიკურად ხართ მიმზიდველი, საქმეები გაქვთ დალაგებული, იქნება ეს სამსახური, საოჯახო საქმეები, ყველაფერში ხართ ათოსანი ამ ადამიანის შეფასებით. მას სურს, რომ
მონაწილეობას ღებულობდეს თქვენს ცხოვრებაში, თქვენს განვითარებაში, თქვენს წარმატებებში, თქვენს ფინანსებში რაღაც თავისი წილი შემოიტანოს. ამასაც ფიქრობს. კიდევ რას ფიქრობს ამის გარდა, ემოციურად რას ფიქრობს? ასევე ძვირფასებო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეჭვიანობს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მისი ადამიანი ხართ, ის ასე თulis, მაინც ის ეჭვიანობს, მან იცის, რომ თქვენ სხვა, ასე ვთქვათ, ადამიანებით რომანტიკული კუთხით არ ხართ დაინტერესებული, თუმცა სხვები ინტერესდებიან თქვენით, თქვენ იმდენად კარგი ხართ მისი აზრით. ამიტომ მას აქვს საეჭვიანო, თვითონ ასე თulis. შესაძლებელია თქვენ საბაბს არ აძლევთ, მაგრამ აქ მაინც არის ეჭვიანობის მომენტები მისი მხრიდან, რადგან ის თulis, რომ თქვენ გაქვთ არჩევანი. თქვენ ისეთი ხართ, რომ მის გარდა, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, კიდევ არის, ასე ვთქვათ, პიროვნებები, რომლებსაც სურთ თქვენთან სასიყვარულო სერიოზული ურთიერთობა. მისი აზრით, შეიძლება ეს ასე არ არის ძვირფასებო, ის თulis ასე. კარგით, კიდევ ნახოთ რას ფიქრობს, სიგნიფიკაციისთვის, რომ თქვენ მიხვდეთ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ის არის, ვინც ჩაიფიქრეთ. ფიქრობს, რომ მისმა პრინციპებმა მას გული ატკინა, მას იმედი გაუცრუვა. მან მოიქცა სულელურად, ასე ვთქვათ, მეტაფორა. პირდაპირ მნიშვნელობით არა. ანუ აქ იგულისხმება, მან მოიქცა ინფანტილურად, დაუფიქრებლად, ბავშვურად და მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება. რამაც მას თვითონვე გაუცრუვა იმედი. დაახლოებით ეს არის მისი ფიქრები თქვენ შესახებ. და ნახოთ მთავარი კითხვა. რა აფერხებს მის ნაბიჯებს თქვენსკენ? რა აფერხებს? რა აფერხებს ძვირფასებო? აქ ცოტა 208 არკანები ამოვიდა. აფერხებს პირველ რიგში მას არ სურს ნაბიჯის გადმოდგმა. რატომ არ სურს? მის ირგვლივ არის ძალიან ბევრი, შეიძლება ითქვას, ქალი პერსონაჟი, ვინც მამაკაცი ჩაიფიქრეთ. ესე იგი, მის ირგვლივ არის ნაირსახეობა, ქალბატონების. ამიტომ ამ ეტაპზე ის არ თulis საჭიროდ ნაბიჯის გადმოდგმას, ის არ უჩივის ყურადღების ნაკლებობას, ასე ვთქვათ. როგორც არის, რა სიტუაციაშიც არის, მას ეს აკმაყოფილებს. მან ზუსტად იცის, რომ თქვენ მას ელოდებით, მან ზუსტად იცის, რომ ერთადერთი თქვენ ხართ, ვისთანაც მას სიყვარული აკავშირებს, ვისაც ის ნამდვილად უყვარს და მასაც აქვს თქვენს მიმართ, რა თქმა უნდა, გრძნობა. თუმცა ნაბიჯებს არ დგამს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ არის კომფორტის ზონაში, შეიძლება ითქვას. ასე თulis თვითონ და ასევე მას მიაჩნია, რომ თქვენ ის არ გჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ აქ არის სიყვარული. თქვენ არ საჭიროებთ მის აქტიურობას თქვენ ცხოვრებაში.
არ არის აუცილებელი ძვირფასებო, რომ 100%-ით დაემთხვას, რაც თქვი, დაახლოებით ასეა. ნუ, რა თქმა უნდა, ყველასთან იქნება ინდივიდუალური სიტუაცია, თუმცა საერთო ფონი არის ასეთი. პირადი ტარო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომმართოთ პირადში, რომ უფრო კონკრეტულად და დაწვრილებით ვნახოთ. კარგით, დავსვათ ასეთი შეკითხვა. თუ მან იცის, რომ თქვენ ხართ მისი სიყვარული, რატომ გრძნობს თავს კომფორტულად სხვა სიტუაციებშიც? თბილად რო ვთქვათ. ესე იგი, რატომ? იმიტომ, რომ ანუ ისეთ სიტყვას ვეძებ, ისე გამოვთქვა, რომ არ გამოვიწვიო, ასე ვთქვათ, მის მიმართ არაკეთილ განწყობა. ესე იგი, მოდი ასე ვიტყვი, ამ ადამიანისთვის ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, თავარი არის მისი საკუთარი თავი, მისი საკუთარი პიროვნება. სიყვარული დაუშვათ, აქვს თუ არ აქვს, ამ ეტაპზე ეს სასიამოვნო არის, მაგრამ არ დგას დღის წესრიგში მისთვის. არ დგას. ის ყურადღებას გამოხატავს მისი აზრით თქვენს მიმართ და ეს არის სრულიად საკმარისი. რეალურად შეიძლება არც გამოხატავდეს, მაგრამ მას ასე მიაჩნია. ანუ როგორც გამოხატავს თავს თქვენთან, იქნება ეს დაუშვათ რაიმე სახის ან ფინანსური, ან საჩუქრების სახით, ან რაღაც манипуляციები, მაგალითად ზოგჯერ გამოჩნდება, შესაძლებელია თვეში ან ორ თვეში ერთხელ შეგეხმიანებათ, შემდეგ რაღაც თავის საქმეებზე გადაერთვება. ესეც მას მიაჩნია ყურადღებად. ანუ რეალურად ამ ადამიანს არაფერ ხებს თქვენსკენ ნაბიჯებისთვის, ანუ არაფერ ხებს მისთვის სერიოზული წინაღობა შემაფერხებელი არაფერი არ არის. მას მიაჩნია, რომ არ სჭირდება ბრძოლა, არ სჭირდება სერიოზული ნაბიჯების გადმოდგმა. კარგი, მაშინ თუ ასეა, ვნახოთ თქვენ რატო გახსენეთ ასეთი დასათაურების ვიდეო, ანუ თქვენ რატო თვლით, რომ მას რამე აფერხებს. ანუ უნდა თქვენი აზრით, მაგრამ რაღაც აფერხებს. ამას თქვენ რატო თვლით მაშინ? იმიტომ ძვირფასებო, კიდევ ვიმეორებ, რომ არ არის აუცილებელი ესე საჯარო გაშლა 100%-ით ემთხვეოდეს. თუმცა ვიტყვი, რომ თქვენ იმიტომ თვლით, რომ ეს ადამიანი არის წარსულში თითქოს და თქვენ გსურთ, რომ იყოს ახლა. თქვენ გსურთ, რომ მან იმოქმედოს ახლა, ამოქმედდეს, მიიღოს გადაწყვეტილება. თითქოს თქვენ მას ელოდებით, როდის ამოქმედდება. და მოდი მაშინ დავსვათ ასეთი შეკითხვა. რატომ ელოდებით თქვენ მას? თუ კი არაფერს არ აკეთებს. ნუ არაფერს რა შეიძლება რაიმეს აკეთებდეს, მაგრამ თქვენ როგორც გსურთ, ისეთი ინტენსივობით თუ კი ის არ მოქმედებს. მაინც რატომ გაქვთ იმედი და რატომ ელოდებით მას? იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, რაც არ უნდა დამღლელი იყოს თქვენთვის და რაც არ უნდა ასე ვთქვათ, ენერგიას გაცლიდეთ ეს მდგომარეობა, თქვენ გახსოვთ მისი კარგი საქციელი, მისი რაღაც სასიამოვნო მოპყრობა თქვენს მიმართ ადრე. თქვენ გახსოვთ, რომ იყო ესეთი პერიოდები, როცა ის დაუშვათ იშვიათად მოქმედებდა, თუმცა როცა გამოჩნდებოდა, თქვენ ეს ძალიან გსიამოვნებდა, თქვენში ცოცხლდებოდა ენერგია, რაღაცა აქტიურდებოდით თქვენ. მართალია, მე ენერგია გეცლებოდათ თითქოს, ანუ
იმასვე მიქონდა თქვენი ენერგია, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ამის შეგრძნება თქვენთვის. რაღაცებში ის თქვენ გიჯერებდათ, ანუ ის იქცეოდა ისე რაღაც ძველ სცენარში, რომ თქვენ გსიამოვნებდათ მასთან ურთიერთობა, თქვენთვის იყო სასიამოვნო. ამიტომ ელოდებით თითქოს, რომ აი როდის გაიმეორებს ისევ იმ სასიამოვნო კომუნიკაციას თქვენთან. კარგით. ვიმეორებ ვისთანაც ემთხვევა ძვირფასებო მათთან. ნახოთ, შეიცვლის დღევანდელ მის ნაბიჯებს და გააქტიურდება უფრო მეტად. დავუშვათ ესე 3 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში ძვირფასებო თუ ის გააცნობიერებს, რომ თქვენ ხართ საზომი რაღაც მის ცხოვრებაში, თუ ის გააცნობიერებს, რომ ამ მომენტში მას გონებას რაღაცა უბინდავს. შეიძლება ეს რაღაცა იყოს ნივთიერებები რაიმე, შეიძლება ეს რაღაცა იყოს ილუზიები, შეიძლება ეს იყოს მატერიალური რაღაც საკითხები, რომელზეც არის ძალიან ჩაციკლული, შეიძლება მას სურს რაღაც მატერიალური, მაგალითად მიაღწიოს რაღაცა სიმაღლე ცხოვრებაში, შეიძლება იყოს თანამდებობა, შეიძლება იყოს ქონება, ბიზნესი და ასე შემდეგ. ანუ ამით იმდენად არის შეპყრობილი, რომ ეს გონებას უბინდავს, მუშაობს შეიძლება ამ თემაზე და ბარიერები აქვს ხელოვნურად აღმართული. ანუ დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ რეალობას გაუსწორებს თვალს და თქვენ იქნებით ორიენტირი, თქვენ იქნებით ის, ვინც მას რეალობაში აბრუნებს. ამას ის თუ გაიაზრებს და მას აქვს ნამდვილად ამის რესურსი გონებრივად, რომ ეს გაიაზროს, თავარია მისი მონდომება. მაშინ არის შანსი, რომ დაბრუნდეს. თავდაპირველად მიმოწერით და შემდეგ უფრო მეტად მოიკრებს ძალებს და უფრო მეტად გააქტიურდება, თუმცა აქ დგას საკითხი, შემდეგ თქვენ ის გენდომებათ? იმიტომ რომ თქვენ ამოხვედით ვარსკვლავში. შეხედეთ როგორი არკანია. ანუ თასი უჭირავს ხელში, ანუ თქვენ სიყვარული უკვე ნელ-ნელა დაწყებულია თქვენი თავის მიმართ, ანუ თქვენ აცნობიერებთ, რომ თავარი წყარო სიყვარულის თქვენ ცხოვრებაში ხართ თქვენ. და შეიძლება დაფიქრდეთ, რომ გესაჭიროებათ საერთოდ ეს ადამიანი იმისათვის, რომ იყოს სრულყოფილი? იმიტომ რომ თქვენ ისედაც სრულყოფილი ხართ, ნელ-ნელა ამას თქვენ აცნობიერებთ. კარგით, ვნახოთ რჩევა თქვენთვის და მოდი ამაზე დავასრულოთ. რჩევა თქვენთვის, როგორ უნდა მოიქცეთ ამ ადამიანთან, რომ იყოთ ბედნიერი. ესე იგი, რჩევა თქვენთვის არის, რომ იაქტიურეთ, იყავით აქტიური ზოგადად, ანუ რაღაცა არის თქვენი დავუშვათ მიმოსვლები, თქვენი რაღაც გზავრობები, გადაადგილებები, ასე შემდეგ. თუ ამ ადამიანის მიმართ თქვენ გაქვთ სიყვარული და აქ ჩანს, რომ გაქვთ, განაგრძეთ, ასე ვთქვათ, გაუგზავნეთ მას სიყვარული, ის გიყვარდეთ, ასე ვთქვათ, თუმცა გააკეთეთ არჩევანი თქვენს სასარგებლოდ. თქვენ ცხოვრებაში შესაძლებელია კიდევ გამოჩნდეს ადამიანი და იმან არ უნდა შეგაფერხოთ, რომ სიყვარული უკვე არის თქვენს გულში. ვინც გამოჩნდება, ასე ვთქვათ, ეს არის განახლებული ენერგია და მასთანაც სიყვარული არაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თუმცა ცოტა სხვანაირი სიყვარული. სიყვარული, რომელიც არ მოითხოვს ტესტირებებს, არ მოითხოვს გამოცდებს, არ მოითხოვს რაღაც კარმეულ გაკვეთილებს.
არ მოითხოვს ახალი სიყვარული. და თუ დავუშვათ ეს ადამიანი გამოჩნდება და თქვენ მაინც და მაინც მასთან გსურთ ურთიერთობა და კომუნიკაცია. რჩევაში არის, რომ იმ შემთხვევაში თუ ის იქნება მუდმივად აქტიური და არა ზოგჯერ აქტიური და ზოგჯერ პასიური. არა, მუდმივად თუ იქნება აქტიური, მუდმივად თუ ის იმოქმედებს თქვენსკენ და მუდმივად გაგრძნობინებთ, რომ მას სურს თქვენს გვერდით ყოფნა, მას სურს, რომ თქვენ ის გიყვარდეთ, თქვენ გაგახაროთ და დაინახოს თქვენი აღთოვანება, თქვენი სიხარული. მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი, ესე იგი რჩევაა, რომ რა თქმა უნდა, აირჩიოთ ეს ადამიანი ამ შემთხვევაში. მას ერთადერთი რამ მოეთხოვება თქვენთან აქტიურობა, მუდმივი აქტიურობა. მუდმივი აქტიურობა არის რა? მუდმივად თქვენს გვერდით ყოფნა. ძირითადად ეს. და გაგახაროთ თუნდაც რაღაც ელემენტარული საჩუქრებით, ყვავილები, მაგალითად გაგიკეთოთ დაუშვათ ყავა, როდესაც თქვენს გვერდით იქნება რაიმე გემრიელი სასმელი, რაღაც ესეთი თუნდაც დაუშვათ საჩუქრებში არ გულისხმობ მაინც და მაინც ბრილიანტებს და ავტომობილებს და ასე შემდეგ. ანუ სურვილი უნდა გქონდეს მას, რომ რაღაც გააკეთოს მუდმივად თქვენთვის, ყოველდღიურად. მაშინ, რა თქმა უნდა, მის სასარგებლოდ გააკეთეთ არჩევანი. თუ არა და იცოდეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში არჩევანი მოდის სიყვარულში. სიყვარულში. სიყვარულში, რომელიც არ იქნება კარმიული და რომელიც იქნება ნამდვილად ჭეშმარიტი სიყვარული. დაახლოებით ასეთი აზრფასებო დღევანდელი გაშლა პირველი ვარიანტი. გადავიდეთ მეორე ვარიანტს. გესურვებთ წარმატებებს პირველ ვარიანტს. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩიეთ ციტრინი მინერალი. თქვენი ადამიანი ვინ არის? ესე იგი, თქვენი ადამიანი არის ძალიან ემოციური, ის რაღაცას განიცდის, დაარდობს, შეიძლება თავის ძველ ნაბიჯებს რაღაცას ის თulis, რომ წარსულში მას რაღაც შეეშალა, რაღაცას შეცდომა დაუშვა, ან შეიძლება არ იმოქმედა იქ, სადაც მას უნდა ემოქმედა, ამას განიცდის, ნანობს და ამ წუთას ის არ მოქმედებს ამ მომენტში. რაღაც სადარდებელს არის მიცემული და მოკლედ რაღაც ტარიელივით არის დაღონებული და დაღრემილი. დაახლოებით, ძვირფასებო, დაახლოებით ასეთი არის სიგნიფიკაცია თქვენი ადამიანის. ვინც ამოიცანით, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულებით სხვაგვარია თქვენი ადამიანი, მხიარული, ოპტიმისტი, ენერგიული ამ მომენტში და არაფერი არ აქვს სადარდებელი, რა თქმა უნდა, ეს გაშლა არ არის თქვენსა. და ასკროლეთ. ვინც დარჩეთ ძვირფასებო, ნახოთ თქვენთვის. რას ფიქრობს თქვენი ადამიანი თქვენზე? ნახოთ მისი ფიქრები თქვენს შესახებ. ესე იგი, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მას ძალიან დიდი ღვინება აქვს თქვენს მიმართ, სურვილი აქვს, რომ იყოს თქვენთან, რომ თქვენ ხელშესახები იყოთ მისთვის, ამის უდიდესი სურვილი აქვს, თუმცა აქ არის რაღაც ინტრიგები, აქ არის რაღაც შიშები, მას მოქმედება სურს უზომოდ შეიძლება ითქვას, მაგრამ გონია, რომ თქვენ მას არ მიიღებთ თითქოს. მოდით ვნახოთ, რატო ფიქრობს ის ასე. კიდევ ვნახოთ მისი ფიქრები თქვენს მიმართ. ესე იგი,
მას სურს თქვენთან სტაბილური ურთიერთობა, თუმცა რაღაც იმედი აქვს გაცხრებული, გული აქვს ნატკენი, თითქოს მას არ სურს, რომ თქვენ იმედი გაგიცრუოთ, რაღაც მესამე პირების ჩართულობა არის აქ. შეიძლება ისინი ინტრიგების სახით ერთვებიან, შესაძლებელია უბრალოდ თავისი მყოფობით და მას ეს იმედს უცრუებს და არ მოსწონს. ესე იგი, არ მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი ეჭვიანია, ეჭვიანი არა, უფრო ნდობა არ აქვს მას, მოდი ასე ვთქვათ. ადამიანი ზოგადად არ ენდობა სამყაროს, ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, მას სურს შანსი თქვენთან რო გქონდეს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ფიქრობს მესამე პირებზე, ანუ ვინც თქვენს წყვილში არის მესამე. ესე იგი, თვითონ რაღაც ტრანსფორმაციას გადის და ამ პროცესში მან უნდა რაღაცები გადალახოს, გააცნობიეროს და ეს უჭირს ადამიანს და ძალიან რთულად მიმდინარეობს მისთვის ეს პროცესი. კარგი, თქვენ რა შუაში ხართ ამ ყველაფერთან, ნახოთ? ნუ თქვენ პირდაპირ კავშირში ხართ, ასე ვთქვათ. თქვენს მიმართ მას აქვს გრძნობა, ემოცია, სიყვარული, თუმცა ასევე აქ ჩანს რაღაც სიცივე. ესე იგი, შეიძლება თქვენ რაიმე უთხარით, რაღაცა წესები, პირობები წაუყენეთ, შეიძლება დაუწესეთ რაიმე წესები, შესაძლებელია. ნუ ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში აქ ჩანს, რომ თქვენ მისგან წახვედით. თუმცა რაც უფრო შორს ხართ მისგან, რაც უფრო მკაცრი ხართ, რაც უფრო რაღაც თქვენი წესები შემოგაქვთ ურთიერთობაში, მას უფრო მეტად უმძაფრდება ემოციები და გრძნობები თქვენს მიმართ. არგით. ნახოთ, მოდი ასეთი კითხვა დავსვათ, რამდენადაც შესაძლებელია ეს საჯარო გაშლაში. საერთოდ რა ხდება თქვენს წყვილს შორის? ამ მომენტში არაფერი არ ხდება, არის სტაგნაცია. ეს ყველაფერი იწვევს ეჭვიანობას, იწვევს თითქმის დეპრესიულ აზრებს. მას მიაჩნია თვითონ თქვენს ადამიანს, რომ ეს არის უსამართლობა, ასე არ უნდა მომხდარიყო. თქვენ მას ასე არ უნდა მოექცეთ, იმიტომ რომ ის ამას არ იმსახურებს. ეს მისი აზრებია ძვირფასებო, ის ასე გრძნობს ახლა და ასე განიცდის. ასეც დაიწყო თავიდან, ანუ მისი სიგნიფიკატორი კარტიც ამას ამბობს, რომ ის ამას არ იმსახურებს, თუმცა ასევე იაზრებს, რომ მისი, ასე ვთქვათ, ბრალეულობაც არის დღევანდელ მის მდგომარეობაში. კარგით, რა ემოცია აქვს თქვენს მიმართ, ნახოთ, რა გრძნობა, თუმცა ამოვიდა, რომ აქვს გრძნობები, მაგრამ კონკრეტულად მაინც ვნახოთ, რა ჰქვია მის ემოციებს თქვენს მიმართ. შეხედეთ ძვირფას. ანუ თქვენ ხართ მის საყვარელი ადამიანი. თქვენ ხართ ის, ვინც ღმერთმა გამოუგზავნა მას, იეროფანტი. თქვენ ხართ მისი ბედის წერა, თქვენზე ის არის მოჯაჭვული. ესე იგი, თქვენ ხართ მისი მსხვერპლი, ასე ვთქვათ. უпростоრად ის არის თქვენი მსხვერპლი. რატომ? იმიტომ რომ უყვარხართ, იმიტომ რომ ემოცია აქვს თქვენს მიმართ, იმიტომ რომ თავს აღიქვამს თქვენს მონად, ასე ვთქვათ, ჭყალებში. ამიტომ თulis რომ ის არის ამ სიტუაციაში მსხვერპლი. მას არ შეუძლია მოქმედება, თუმცა ძალიან და გულით სურს იმოქმედოს, რომ თქვენ იყოთ მის გვერდით. ეს არის ტანჯვა, რაღაც მსხვერპლის გაღება უწევს ადამიანს იმ მსხვერპლის, რომელიც მას არ სურს. მაგალითად შეიძლება სადმე
იმყოფება, ან მოსჯაობს, ან ცხოვრობს და მას იქ არ უნდა, მას სურს თქვენთან, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. იმიტომ რომ საჭიროება ასე მოითხოვს დღეს. კარგით, ძვირფასებო. ნახოთ კითხვა, რა აფერხებს მის ნაბიჯს თქვენსკენ? რა აფერხებს ძვირფასებო? გეტყვით ეხლა, ვფიქრობ, როგორ უნდა გადმოგცეთ ეს, რაც აფერხებს. ანუ მოდი ასე ვთქვათ, ახლა მის გეგმებში არ შედის ეს, თუმცა მოგვიანებით აუცილებლად მას გეზი აქვს თქვენსკენ, გზა აქვს თქვენსკენ, ოღონდ ამ ეტაპზე არა. რატომ? იმიტომ რომ აქ არის სხვა, მოდი ასე ვთქვათ, რბილად სხვა ადამიანებიც თქვენს გარდა ჩართული, რომ ნაბიჯი არ იყოს თქვენსკენ გადმოდგმული. აი ეს აფერხებს. და ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ასევე მაგიაც, ანუ ეგრეთ წოდებული ჯადო. კარგით, რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ იმისათვის, რომ მას გადმოადგმევინოთ თქვენსკენ ნაბიჯები და საერთოდ არის თუ არა საჭირო თქვენგან რაიმეს გაკეთება, რომ ის გააქტიურდეს. ნუ, თქვენგან რა არის საჭირო? თქვენგან არის საუბარი საჭირო, საუბარი ოღონდ არა მოთხოვნითი ტიპით, არამედ რაღაც ესეთი რჩევები, მაგალითად რაღაც რჩევები რომ მისცეთ მას, ან ვიღაც ადამიანის დახმარებით, ვინც მისთვის არის დაუშვათ ავტორიტეტი ეს ადამიანი, ანუ შეიძლება იყოს მისი მეგობარი, ვინმე, ვის რჩევასაც ის გაითვალისწინებს. შეგიძლიათ ჩარიოთ თქვენ მესამე ადამიანი, ოღონდ ეს არ არის ჯადოქარი ის მესამე და ვინმე მსგავსია, არავითარ შემთხვევაში. ეს არის შეიძლება მისი მეგობარი ან ვინმე მისი წრიდან, რომელიც მას მისცემს რჩევას მაგალითად. ან ასევე აქ არის ის რომ ასე ვთქვათ, გამოაფხიზლოთ და მოდრკოთ თქვენსკენ, ასე ვთქვათ, ამისთვის საჭიროა რაღაც გარემო, რა გარემოშიც ის არის, დაუმსხვრიოთ პირდაპირ მნიშვნელობით. ეს შეიძლება გააკეთოთ მოულოდნელი ჩარებით, მოულოდნელი კამათით, მოულოდნელი სიტყვებით, რაღაც მოულოდნელობის ეფექტი აქვს, რომელიც მთლიანად ჩამოშლის იმ სტრუქტურას, რაშიც ის ახლა იმყოფება და გამოფხიზდება, რომ რეალურად მისი, ასე ვთქვათ, სიმყუდროვე არის თქვენს გვერდით და არა იქ, სადაც ახლა იმყოფება. რაშიც ის ახლა იმყოფება, ეს არის რაღაც დროებითი, ეს არის წუთიერი. მან ეს უნდა, ასე ვთქვათ, გაიაზროს, თუმცა ადვილი არ არის ძვირფასებო ამის გააზრება. ადამიანს ურჩევნია იყოს კომფორტის ზონაში, ვიდრე რაღაც პასუხისმგებლობა აიღოს და იყოს მთელი ცხოვრება ბედნიერი. ზოგჯერ ასეც ხდება. ესე იგი, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ შეგიძლიათ ჩაერიოთ სიტყვიერად ან ვინმე ადამიანის დახმარებით, რომელიც ძალიან ჭკვიანურად, ესე დალაგებულად გადმოსცემს თავის სათქმელს აზრს, მიაწოდებს ამ ადამიანს და ასე ვთქვათ, გამოაფხიზლებს. ასეც შესაძლებელია. კარგით, მოდი ვნახოთ მაშინ რჩევა თქვენთვის. როგორ უნდა მოიქცეთ ამ ადამიანთან, ვინც ჩაიფიქრეთ, რომ იყოთ ბედნიერი. როგორი არკანია მოგევიდათ, ნახეთ ძვირფასებო. ეს გახლავთ, ხედავთ ალბათ, ხუთიანი პენტაკლი. ეს არკანი არის ტკივნეული, იმიტომ რომ აქ არის დაშორება, ანუ კლასიკურ ტაროში ხუთიანი პენტაკლი არის, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს შორდება. და აქაც შესაძლებელია ეს ვიგულისხმოთ, რომ აი ისინი საუბრობენ. ქალი, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურია და მოითხოვს აქტიურობას, მაგრამ აი მამაკაცს ლურჯი
მოსასხამი აქვს მოსხმული, ლურჯი, ანუ ნიშნავს, რომ არის უფრო ემოციებში, უფრო, ასე ვთქვათ, ეს არის ადამიანი, როგორ იცით, როცა ამ ეტაპზე მას არ შეუძლია ქალს მისცეს ის, რაც სჭირდება ქალს მისგან. არ შეუძლია. ესე იგი, რჩევა არის, რომ დროებით მაინც შეთანხმდეთ იმაზე, რომ არ იყოთ ერთად. ნუ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ძვირფასებო, აქ ამ ადამიანთან არის ეს რჩევა კონკრეტულად. შემდეგ ეგრევე მოდის თქვენ ცხოვრებაში ურთიერთობა. ნუ შესაძლებელია ამ ადამიანმა გაიაზროს და მიხვდეს, რა არის მისი გასაკეთებელი. შესაძლებელია. თუმცა აქ რატომღაც სხვაც ჩანს ან სხვებიც. ესე იგი, თქვენ ისეთ ენერგიებში ხართ, რომ იზიდავთ სხვებსაც. ანუ თქვენ ცხოვრებაში, როდესაც, თუ ასე იზამთ, ამას გაუშვებთ, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრებიდან დროებით მაინც შემოდის ახალი ენერგიები, რაც შემდეგ აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, ანუ თქვენ რომელსაც აირჩევთ, იმიტომ რომ ესენი სერიოზულად არიან მომართული თქვენსკენ და მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა. ანუ ესენი არიან მეფეები და არა პაჟები, თუმცა პაჟებიც აქვეა, ძვირფასებო, აქვეა პაჟებიც, ესე იგი, რაღაც თაყვანისმცემლების არმიაა თქვენს გარშემო. ასე გამოდის, რჩევა არის, არ ჩაეციკლოთ ამ ურთიერთობას, ესეთი რჩევა, რადგან თქვენ ცხოვრებაში გექნებათ თქვენ, შეიძლება ითქვას, ასარჩევად საქმე. მაგრამ თვითონ აქ არ ჩანს, რომ თქვენ ვინმეს ირჩევთ, ან რაიმე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ ვინმეს, ეს რატომღაც არ ჩანს. არიან თქვენ ცხოვრებაში, შემოდიან, თუმცა თქვენზე ეს თითქოს არ მოქმედებს. არ მოქმედებს, რატო? იმიტომ რომ თქვენ ბოლომდე არ გაქვთ ჯერ ამ ადამიანთან, ვისაც თავიდან დავიწყეთ გაშლა, დასრულებული ურთიერთობა. ბოლომდე გაცრავად რა დავამართა. ბოლომდე არ გაქვთ მასთან დასრულებული, ამიტომ ჯერჯერობით სხვა კანდიდატებს თქვენ სერიოზულად არ განიხილავთ. თუმცა ისინი შემოვლენ თქვენ ცხოვრებაში და იაქტიურებენ, ასე ვთქვათ. მოდი ამაზე შევჩერდეთ დღეს ძვირფასებო, გისურვებთ წარმატებებს, შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.